ეს და ხვალ საქართველოში წვიმიანი და გრილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ მათი ინფორმაციით 18-19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმაც მოვიდეს. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ღრუბლიანობა იქნება და შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 20-21 აგვისტოდან ტემპერატურა მთელ საქართველოში მოიმატებს, თუმცა ხანმოკლე წვიმა მაინც მოსალოდნელია. სააგენტოს ინფორმაციით 19 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და 20 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი. ამ დღეებში ქარია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც. სააგენტოში ამბობენ, რომ აგვისტოსთვის საქართველოსთვის დამახასიათებელი ტემპერატურა, რაც წინა წლებში ხშირად 37-დან 40 გრადუსამდე აღწევდა, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის. აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ როგორც სანაპირო, ისე დაბლობ რაიონებში და მთიან რაიონებში თითქმის ერთმანეთს უტოლდება მაქსიმალური ტემპერატურა 28 გრადუსები ფიქსირდება. 19-ში დღის ბოლოს და 20-ში დედაქალაქში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ამიტომ ნალექი უფრო ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცალკეულ რაიონებში არ აღინიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ელჭექი. ივლისიდან დაწყებული უკვე აგვისტოს ჩათვლით ხშირი ნალექიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ვერ უახლოვდება 27-28 და 40 გრადუსას, რომელიც ყოველთვის ხშირად ფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიისთვის. აქედან გამომდინარე, ზაფხული გრძელდება, მაგრამ ისეთი მაქსიმალური გაუსაძლისი სიცხეები ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი.